Zeppelin-ია ბუქსაობს. კიდე. აი აღარო. ეს არის მოხვევის კუთხე. ბიჭო, კარბურატორი გამოვიდოი, გავჩერდი შუაზე. და არ უჩნია. გადიქეთ ამიზაქცები. ახჩი, მე კიდე შპაკლიგაზე. დორნიკი არ მუშაობს და ვერც ავამუშავეთ და ალბათ ხელით მოგვიწევს გაწვევა. ბიჭო, თოკი რომ მოვაბაც წყალს ღურის ეხა ფეჩიდან. შენ იქნები ჟიგულის სიმბადღე. მილი არის იმის ფეჩის. ნახეული. ჰოც! გამარჯობა მეგობრებო, დაგიბრუნდით. გუშინ გავიფორმეთ ეს ჩვენი მანქანა. ბევრი ვიფიქრეთ, ცოტა ვიფიქრეთ, კიდე ერთი ადამიანი ჩავითრიეთ. და კამერამენი ჩავითრიეთ და ეხლა მივდივართ კამერამენის მანქანის ამოსაყვანად რა. და ეს ის მანქანაა, რომელიც არ გამოგვატანა $1100. ხო ეგრე იყო. ხო და მაინც ვიყიდეთ $1150. არ დაგვიკლო და ეხა რავი, დააკლო. მე მაგარი მეწყი. სხვანაირად მიუდექით რა ხუაზე. კაი მანქანაა. მაგარი გამართულია. ეხლა ვიზუალურად კოსმეტიკურად ჭირდება ხელისშევლება, მაგრამ ტექნიკურად იდეალურად გამართული არის. მაქედან გამომდინარე ჩვენ გვაწყობს რა. დღეს ვიფორმებთ რა. ეს არის 26. გუშინ ვიყიდეთ 25-ში მანქანა და მეორე ვიყიდეთ. მოიცავდა. ავიბრიდია ისე დაჭი. გუშინ ხო ვიყიდეთ მანქანა, მანდ გავჩერდი. ესაც გავიფორმე. გუშინ არ ვიყიდეთ. ხო გუშინ გავიფორმე. ეხა მეძინება, მე არ მძინებია უკვე 10 დღე. ეხა იმის გამინდა რომ ეხა აქედან წავალთ. მანქანას წავიყვანთ. და რუსთავიდან ჩაგერთვებით რა ჯობია. ხო რა. და გავიფორმებთ იმედია უპრობლემოდ, როგორც ჩვენი მანქანა გავიფორმეთ. და კამერამენიც იყიდის მანქანას. გავიფორმოთ, იმიტომ რომ დაჟე ამან არ გამოგვატანა მანქანა გაფორმების გარეშე მაგალითად. ტექი გავლილი აქვს, რაც თავარია, როგორც ჩვენსას. ამოვიყვანეთ უპრობლემოდ და რამოდენიმე დღეში გავიფორმეთ რა და ამან იმენა დააბიჯარო არაო. თავარია გავიფორმოთ. წავიდეთ. წვერი რო ავადინე? ჩასდე და. აი? წავიდეთ. რა ხდება? რა ბაზარია? ერთი დავითრიეთ. ეს ის ხო არისო ბიჭო, ჰაერს რო იმაში. გამონაბოლს რო ამოწა. გარემოს დაცვის არის. მართლა? დაგვეძრა და ეგა. დასაფორმებლად მივდივართ, როგორც ხედავთ, უკან არის რუსთავის ჟიგული ბანერი. ამაში გააწერია, შენსაც აწერია ლადა, ხო. 2107 იმენ. ეს იმენა ჟიგულია. Короче, ვიყიდეთ ეს მანქანა. ტექნიკურად გამართული არის, გარდა ერთი პრობლემა. Zeppelin-ია ბუქსაობს. Короче, გიტარა არის გაბზარული, მაგრამ გიტარებს ვაიცვლით და შესაბამისად წყვილად დავაკლებინეთ. წყვილად დავაკლებინეთ, короче, მაგის მე რა ნახოს რა გავაკეთო. Короче, გიტარა იყო გაბზარული და ჩვენთვის ჩასაჭიდი იყო ეგეც. Zeppelin-ია ბუქსაობს. აზეს დათქვავი არ ქონდა, მაქედან გამომდინარე. კიდე მოუწია რომ დაეკლო. ხა? ანუ იდეაში მანქანასთან ჩვენ რო ვიყავით პირველად მისულები რა, არ დააყვა, ფეხი არ მოუწვა. მე მგონი ბუზი ჩავკლაპე. დაყოლე რა. ამდენია ნაყე. ჩვენ რო მანქანასთან ვიყავით მისული, ფეხი არ მოუწვა $1250. $1350 ედო. ხო, რომ გავიარეთ მანქანით, დილით მივედით და მივდიოთ ეგრევე რუსთავში. სანამ დააჭერდა უпроსორად, მანამდე რაღაცა კეთები ქონდა რა. და გადაიფუთხა. ვიდეოში ძალიან ვიგინებთ და ეგეც გავითვალისწინეთ. ხო, ბაზარი არა. ვერ გამოგვასწორებთ, მაგრამ რაღაცას დავავადებთ, ან რაღაცას ამოვჭრით. არა, ცოტა უნდა გამოვსწორდეთ. ხო, კაი, ცოტას გამოვსწორდეთ. ხო და ჟიგული ვიყიდეთ, რა გამოგვასწორებთ? შეჩება 2025 წელი არის 26 მოდის აგერ ერთ თვეში და ჟიგული ვიყიდეთ 2 ცალი. არც თუ ისე კარგად ვართ. ხო და რა სად გავჩერდი? მოკლედ და კონკრეტულად, რო იფურთხებოდა შენ მაგაზე გაჩერდი. ხო, რომ მანქანა არ დადიოდა ნორმალურად. რაღაცა ირად, ბახ, რაღაცეები. Земля, как აჯუელზე. ხელია ძრავი და შესაბამისად არ აქვს ეგ პრობლემა და ციუზე აქვს ხომ. ერთი კარბურატორის გამკეთება. კარბურატორი ძიას ვიპოვით, უეჭველი. ნაპოვნია, იქ მიდითო ხო გითხრა. ხო, კარბზია გავაძრეთ რა. სავარაუდოდ მაგას დაჟეჯი კლიორებს ცოტა რაღაც ეს ვაჩალიჩებ და ცოტას დავარაზგონებ ჯიგულებს რა. და ეგ პრობლემა რო ქონდა, მეთქი სწორედ დააჭირეთ და უფრო უარესად დაიწყო რაღაცა მანქანა. აი ესეთი რაღაცები დაიწყო, короче, გადაფურთხებები და რაღაცები დაიწყო და საბოლოო ჯამში ვიყავით შეთანხმებული 3100 ლარზე. მაგრამ მოხდა ისე, რომ მანქანა ვანახეთ, ჯერ ხელოსანს რომ ვანახეთ, რო გითხრა. ხო, ხელოსანს ვანახეთ, ვასლოი პოლკში ყავდა წაყვანილი, короче, და რომ გიტარა გაბზარულია. ქვემოდან შეხედა, Zeppelin-ია არის შესასვლელიო, ყველა ვარიანტია. ეგ ისე ვთქვით, თავიდანვე ვთქვით ეგ რომ Zeppelin-ია შესასვლელი იყო და იმ კაცს უთხარით კიდევაც, იმიტომ რომ ხოჩი დავამუღამეთ რომ ბუქსავდა, ხო. მაქედან გამომდინარე, მაქა ვიყიდეთ 2850 ლარად, ხო?
არა, ცოტა მეტი. არა. გაფორმებიან. გაფორმებიანად რო ჩავთვალოთ 200 ლარი გაფორმების, მაგრამ თვითონ მანქანის ღირებულება იყო 2950 ლარი გამოვიდა მე მგონი. რა, მანქანა? ეგრე არ არა, 2850. ამა ხო მის 100 ლარი, ბე. ხო, 2950 იყო და პლუს გაფორმება რა. ცოტა კაროჩე ზვირი დაგვიდა. ცოტათი, მაგრამ მოიყვანე აქ. ინდივიდუალია. სალონი არის ეგეთ მდგომარეობაში რა, სამხარეს კამერამენი იქით ამხარეს იყიდის კოუშს ან რამეს და იulis, ნუ სუეჟეს გარეთ რა შეეხება, მაგას ვერ გეტყვით რომ სუეჟია. ხო რა, ანუ გარედან პირდაპირ ანუ ზვირი არ ღირს არაფერი, მაგ ეხს მივაყოლა. ეგ არის. კარჩე, ამ კარს შევცვლით, იმიტომ რომ შპაკლები აქ 1-2 1-20 ლარი ეღირება, ეს კარი 25 ლარი. კამერამე, მოდი აქეთ. კრილო არის ხსნა. გამოდი კამერამე. აუ, რატო ქენი? მე ბილი ხარ. აუ, ჩემი მინა. ეს ფერი დავასმევი. აქ ვივაწებოთ და ეგა. კრილო არის ხდება. ჟიგულს მაქედა გამოდია ამ კრილოს ტოვებს, სხვა გზა არ გვაქვს. და ესეთი ფერი იყო რა, შიგნიდან. და რო გახუნდა მანქანა არის გახუნებული და ალბათ ამ ფერს დავასხავთ ისე. მოყვა რემენი, მოყვა ფილტრი. ნელი მაძრე. აი ეს მეშინია დაჟე რო გავხსნა რა. აი დაკეტე კარები რა. აქ რაღაც. ესე უნდა იყოს. არა. არა მაგას თავია. კაი, მაგას. აქე დავიცის ხოლმე მაგარი გასხვა ისე და მე ერიდე. გამოუწიეს პაცოსი. მოდი აბა ეჩალიში. ეგა. არ ხარ შენ ჟიგულის მძღოლი. კაროჩე, აქეთ კარს შევცვლით კიდე. სვირში მოდი ანახე. ხო. კამერამე. კაპოტს ვვლით. კარჩი, ყველა მაგაზე სავარაუდოდ რა გვინდა რა, სურვილი ეგეთი გვაქვს და რამდენად 05-ის ცხვირზე გვინდა ავად. ხო, 05-ის ცხვირზე რომ ანუ ესენი აი 60 და ეს კანტი აღარ კლიანია რა, სწორია. ვახ, მე კიდე შპაკლი გაზრა. კაროჩე. აბლიცოვკა კაპოტი სავარაუდოდ შეისვევა. მოდი აქეთ. აქეთაა ცოტა სერიოზული ამბავი. აქეთ ორივე კარი შეიცვლება. არა, წინა კარი შეიძლება. არა, ნაშპაკლია. ხო. კაროჩე, ორივე კარი შეიცვლება. უკანა აი კრილოს რეალურად ანუ რო არ გვეზარებოდეს, ვაფშე ახალ კრილოს ჩავაკერებდით რა, იმიტომ რომ ღირს რაღაცა 40 ლარი თუ რაღაცა. არა, ეხა ეგრე 40. ნახე დღეს ნახე კლუბში მეორადი ღირს 40 ლარი. ამ მდგომარეობის მიხედვით. შეიძლება ვარწლა. ბაგაჟნიკში ის მოვაყოლა, არ მინახავს. გაზი. გარის კავშირი მაგის გაღებას? მომეგავრისკა. ამან გამიტეხა გასაგები, სადაა? ბიჭო, რეზინასავით იყო და ეხა. გადავატრიალე და აი. და ნახოთ ეხა ესეც თუ გატყდა. აი უკვე შეპია. არა, აჩები. ვა, საყო შეჩე. აი, რას მოგიყვანე. რატო ნახე რა მომიყორლა? ერთი წამი. კიდე რაღაცები მოვაყოლა. ეს ტროსი არის შეჩემა იმის, რა ქვია, კაპოტის. ეგ ტროსი, და ეს ამას ბაკი აქ აქვს, ბიჭო? ხო. რატო? შესასწორდა. ვაი, მე აქეთ არ უნდა დაეჯახო. რატო არა? გახეთქავ ამას და ასყო ბენზინს და რა შეიძლება ეცოთ წაეკიდო. აბა რა ვიყოთ? არ ვიცი. აუ ბიჭო, ეს გავწიოთ მართლა აქედან. ეგ უეჭვენო. ეს გავწიოთ. ეგ არ მინდა. გავწიო შუაში და ხო, შუაში და ეგა. ბაგაჟიკი კი აქ 5 რუბს ჩასვავი, ედა. საბურავი გააქვს. კამერამი 13 არის. ხო, მაგრამ 13-იანი 12-ია ვაფშე. 13. 13-იანი დისკი რო დაითრიოს ზამთრის საბურავი ის დისკები რო იყიდოს, ვაფშე ნაღდი არის, просто რკინა არის. არა. პიპეტკებზე გაიხიდები ეგ. ჰა? რაღაცებს ხედავდნენ. არა, უბრალოდ ჩავსდეთ და წავიდეთ. წამო გავაფორმოთ რა. წავედით მეგობრებო, გავაფორმებთ და დაგიბრუნდებით რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომით. კამერამენ. მეგონი იგივე ნომერს დავტოვებთ ამას. მანქანა გავიფორმეთ. მაგ პატარა სხვაზნიაკია. გარები რანაირად დგას. ეს მეორე მანქანაც გავიფორმეთ. გამოვიზრეთ ხერხემლიდან. აუ. უპრობლემოდ გაფორმდა. ორივე მანქანა. ორივე მანქანა ზამართლად გაფორმდა რა. კიდე კაი ის ლურჯი არ ვიყიდით. აბა, ვერო დავტოვეთ. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ კარჩი გამოიწერეთ. და წინ ბევრი სიახლე. გაგვისწორდება. თუ არ დაგვალაიქეთ, არა უშავს. იგიც არა უშავს. просто ანუ კარგი იქნება თუ გამოგვიწერთ თქვენთვის мотиваცია არის ერთგვარი რა, რომ ხალხისთვის გადავიღო და ესეთი საინტერესო რაღაცები გავაკეთო. ჩვენ რავი დავხარჯავთ დროს და ენერგიას და თქვენც არ დაიშუროთ. პური წამის ამბავია, მიკლიკება რა. ანუ ჩვენც გაგვისწორდება თქვენით, ჩვენ უფრო მეტი პერსპექტივა მოგვეცემა, იმიტომ რომ თქვენ განახოთ კიდევ უფრო მეტი რაღაცა და
რავი, ეხლა თუ დაალაიქებ, თუ არ დაალაიქებ, დაალაიქებ, მაგრამ გამოგვიწერეთ უეჭველი. და subscribe. subscribe, მიაჭი. Adios. დღეს ლუკას გარეში იმიტომ ვარ რომ გამოვიქეცი უცებ 6 საათამდე იკეტებოდა ეს ტერმინალი. გამოვარდი იმიტომ რომ ხვალ უნდა მოსულიყო ამანათი თავისუფლებაზე და მეთქი მოდი მეწავალ და მე წამოვიღებ ამანათს და ერთ დღეს მაინც მოვიგებთქო. ახლა დაჟე ვარ აეროპორტის ტრასაზე რა. აეროპორტიდან მოვკრუგე და იქვე არის ეგ ადგილი, საიდანაც ავიღე ეს ამანათი. ავალ სახლისკენ და განვიხილოთ რა ჩამოვიდა დეტალურად. რაღაცეები 1-5 დღის წინ ჩამოვიდა დაახლოებით და გამოვიტანე. რაღაცეებმა დააგვიანა, რაღაცაც დაჟე არ ჩამოვიდა, რაც ჰქონდა გეგმაში და აი ესე ვიყავით გადარბენაზე. მე ცავდექი და დღეს ვარჩიე წამოსვლა ხვალინდელ იქ დალოდებას და შესაბამისად მირჩევნია რომ უცებ მოვაგვარო ეს ამბავი. და არ გადავდო ხვალისთვის და ხვალ შეიძლება რამე პრობლემა გაჩითულიყო, ან ვერამე იყო, ან რაღაცა. კარჩე, შეიქმნა ასე თუ ისე პრობლემები ნაწილთან დაკავშირებით ჩამოტანეს კუთხით. მაგრამ მოგიყვებით, რაზე შეიქმნა და რაზე არ შეიქმნა რა. Instagram-ზე იცის ხალხმა უკვე რაც გამოწერე, იმიტომ რომ ეს გამოწერე დაახლოებით 15 დღის წინ, პლუს-მინუს დაჟე შეიძლება მეტი, იმიტომ რომ გადასცა რაღაცეები და არ ჩამოვიდა დროულად. რო არ გამოგცეთ ხოლმე სიახლეები და რაც YouTube-ზე ვერ მოხდება, შეგიძლიათ გადახვიდეთ ეხლა Instagram-ს და გამომყვეთ და ნახავთ ხოლმე წინასწარ ინფორმაციებს. მოდი ეხლა განახებთ უცებ იმას, რაც შეგპირდით და გავაგრძელებ უკვე სახლიდან განყუთვას. არ ვიცი, იქიდან ვიღაც მომესალმა და რავი, თუ უყურებ ამ ვიდეოს, გაუმარჯო ჩემო ძმაო. ვიღებ აგერ ვიდეოს. ეხლა რა ხდება? რა ჩამოვიტანეთ? ეს არის თქვენს წინაშე მოხვევის კუთხე, ეგრეთ წოდებული რაზვაროთ და ეს არის ფეისერის საჭისთვის. ესე ვერ გაიგებთ უცებ და აგიხსნით მაგას რომ მივიტან, აი მოვიდა. ადრე თუ გახსოვს მეთქი ის პუნქტში ვხდით მეთქი ფოტო გადავიღოთ ხო? პატარა ვიყავი ხო? მაიცეთ ის ფოტო მაგ. ხდები მოსიო. გამოხდები. 1-4 წლის ამბავია ხო? ეს იყიდე? ეს ვიყიდე. ვა, ძალიან მაგარ. მოგწონს მანქანა? კაია? კარგი. ქარხნულია ხო? ქართულ საღებავზეა? ქარხნულ საღებავზე როა კი თვითონ ძრავი და რაღაცეები ქარხნულია? ძრავის ქართულია ხო? ძალიან კაი. და რას უპირებ? შუშების დაბურვაზე მიდიხარ ეხლა. გამახსენდა იდოქში შენ რო მოხვედი მაშინ პატარა იყავ. ეხლა პროსტა ესე რენდომად მეგობრებო. იქიდან დავინახე რომ ხელს მიქნევდა და დაზადნა და მოვიდა და სანი და მაგიჯა რა. 26 ხო ყავს? კი და ეხლა ვიყიდეთ ჟიგული. ჟიგული? ის ძველია ყავს? რომელი? 70? თუ სილვია? სილვია კი. ჟიგული ვიყიდეთ და ეხლა ნაწილები ჩამოვიდა აიგდე. დავდებ. წამოვა. ხო და ნაწილები ვიყიდე და მაგას ვიღებდი და მაგ დროს დაემთხვა ესე რა. გამიხარდა ძალიან. კარგი, დაგემთხევს. ალბობა, კარგად. წარმატებები. განყუთავთ ერთად, არც გაგვიხსნია, ანუ ისე ვართ, აი ხა იმენ კაბილებით ვართ, რომ ვარ გავხსნათ და მეთქი მოდი რახან ვიდეოს ვიღებთ, ბოლომდე შევინახოთ ეს ემოციები, ხალხსაც გაუზიაროთ, როგორი ჩამოვა რეალურად და მაინც მეორედ გახსნას ისეთი ეფექტი არ აქვს, როგორც პირველ გახსნას ემოციების კუთხით. აქედან გამომდინარე, თქვენთან ერთად გავხსნით ამ ამანათს და ნახავთ ერთი სიტყვით რა ჩამოვიდა. ოპა, რაში მდგომარეობს ეს პატარა ჭრა? დავიწყეთ? კი. ძალიან ძლიერი მდგომარეობა. ძიმე სიტუაცია. საოცრად. რო გადავხედეთ მასალას, კადრები იყო წაში. მე არ წამიშალა. მეც არ წამიშალა, შეიძლება არა. მონტაჟორი აქ შენ ხარ. კაჩე, მაგრამ ეს ჩვენთვის მარტივი ოპერაციაა. მარტივი ოპერაცია არის, უბრალოდ არ გვინდა რომ ხალხი ცოტა ტყუში იყოს რა, უცებ კადრზე გადახდეს რომ არაბუნებრივი იყოს და წაგვიშალა და თავიდან წაიშალა კადრები და ვიწერთ ვიდეოს რაც წაიშალა და პროცესი გაგრძელდება უკვე იქიდან რაც არის მასალა დარჩენილი. 2 დღის შემდეგ ვიწერთ და ცოტა სხვები ვართ და სხვა სიტუაცია გვაქვს, მაგრამ იცოდეთ რომ და რაც წაიშალა არის, აი ეს ორი ამანათი განუყუთეთ და ის ყუთის პროცესთან ამოღება და რეალური შეგრძნებები მაინც დაიკარგა. რა არის ეს? შესრულება არის კაი. მოდი თქვა. მე მაგრად მოწონს ამის. ფასიდან გამომდინარე რა, ეს ღირდა ამონაცება. ძვირი არ ღირდა ეხა რომ ძვირი არ ღირდა. ეს არის საჭისთვის რომ ჩამოიწიოს და კამაზივით არის. ხო, ჟიგულს აქვს საჭე ესე რა და ეგრე რომ არიჯდე ქვემოთ წეოს მაგასო დავაყენებ განახი. ადაპტერია რა რომ ქვემოთ ჩამოიწიოს და პლუს ვარეგულიროთ
ზევით ქვევი. ეს არის კიდე რავი, რა დავარქვათ? რიჩაგი. კულისა. კულისა. კულისა არის. მე მაგრად მომწონს ისა, რომ просто იმაზე გადავდით და ის არა ჯასმული, რომ კარჩი აქ არის 10-იანი გაიგები, ორიც არის დასოვარყული და ეს არის გადაჭერი. ხო, და მე არის გადაჭერი. მე უნდა გადაუჭირო. იდეაში რეზბა რო ქონოდა. ხო, ანუ კი არ ჩარეზბეს ჯიგრება, პროსტა ტოკართან კი არ წაიღეს და ჩარეზბეს, ადგნენ და 2-10-იანი გაიკა და ადუღეს და ამ 10-იან გაიკაში უჭერ მე აი ამას რა, 10-იან ბოლოს. ეს კულისაზე დგება ესე, რომ ანუ წინ არის ჯერა შორს რო არ გადართო და ამით გადმოწევ უკან და ესე უფრო მარტივად გადართო. არც მე შესრულებები მაგრად მომწონს. კი, ბიუჯეტური თემაში ძალიან კაი. ხო, ანუ 1-2 ნასროლი კი აქვს ვარკის, მაგრამ ანუ ისე არის შეღებილი და გამომცხვარი, თან ანუ შეღებილი უბრალოდ არ არის და აშკარად ღუმელში არის გამომცხვარი და ანუ ასწორებს რა, კაი ის არის რა. ესეც მე მგონი ხელში კარგად ზის რა, ჩააგდეს. ესეც კაია, კი. მე? რა? ფეხი გააჩერე. ელექტროდი ვიპოვე, ნახე. ის რა? საღებავი რა გამოყვა რაღაც ჭუჭი. ნუ თითაო ფეხი სამი რა. სუბცა დეტალი ჩამოვიდა. რა გინდა ეხა 40 ლარად მეტი რა გია თუ რამდენიც ამონახდე. მოდი გთხო. აი არ ქნა. მოდი შეჩემაზე, შენ იქნები ჟიგულის სიმბადღე. ვაი, ჟიგულის სიმბარი. ეხა რა კადრი შემოვა, იცი? რა სიმენია, ამას იცი. ერწავს მოცავდე, რა კადრი შემოვა ეხა, იცი? რა? ტიპი რო არის, იმაში რო არის, ჩაყუდებული და ბენზინს როზე. შოტავ რო ევნე, ახო. კადრი დავადოთ რა. დავად, ეს შენა ამოწრავა, რა? ხო, მე დავატრია. სირო რეზბა მოწვითე. რეზბა მოწვითე არა, დავადუღებთ 20-იან გაიკასა ეგ არის. და ეხა იქნება გადასვლა უკვე გიდროდან, გიდროც ამ კონდიციაში არის და გიდროს გახსნის, აი რო გავხსენით მაქედან, რაღაც ვაკეთებ, გვაქვს მაგის ვიდეო. აღარ გავხსნი. უცებ წკა. ეს გიდროს ამბობი. მოყევი, ან თუ ყოები. მოუყო, თავო ჯამში ჩვენ ნახეთ. კაია. კარგია, ლუფტის. აი დაიჭირე. გადაუჭირე წერა არა. დაიჭირე მაგრამ. ვიჭიროს მაგიდას ხო არ დავშვი რა. იმე მაგიდაზე მოძრა. აი აქ დავდოთ რო ხახმა, რავი, ჩანს კარგად ახლოდან. ვერ ვიჭირო. ანუ კლიანად დადის, ანუ ფიზიკურად არ დადის და უკანაც იდეალური ხოდი აქვს რა. აქამდე შანსი არ მოვა რა თქმა უნდა, ანუ მაშინ აღარ მუშაობს, მანქანით მოვიდა არ მუშაობს. ანუ აი ეს პროცესი იქნება სავარაუდოდ მაქსიმუმ რა. ეს ძალიან კარგი არის, ძალიან გამისწორებული. მოდი მანამდე ამას მე დავიჩანჩები. ეს არის ყველაზე საინტერესო დეტალი ალბათ ჩვენთვის რა. მანქანისთვისაც კი. მანქანისთვისაც კი. კიდე საინტერესო უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ არ ჩამო. ხო, არა სამწუხაროდ, ნუ ამორტიზატორებზე და პროჟინებზე როგორც გითხარით, ფიზიკურად ვერ მოხერხდა, თორე გამოწერილი გქონდა ეგ. შეფუთვა არის იმენა კატასტროფა, ոնց შეჭი. ოოოო! გადიქეთ ლავიზაქციაში. საბადურებში თავს. ხო? კი, ხო? მაგარია. ეს სამწუხაროდ ნაწილების garaში ავდივარ, სიგულით. ძმაო, გიტარა მომეცი ერთის. ოპა! შოვები ნახე რა კაია ეგ. შარკის, ხო? აი, ვერ დაინახავ. ჩანს კარგად. გრავირებულია რა. და არის ღუმელში გამომცხვარი. ეს სავარაუდოდ სუხოისის არის? კი. ვინ შეფუთა დავიღალე ამის დედა? ეს უეჭველი არის ამორტიზატორის სამაგრი ქვემოდან. აგებობი ზოგადად ანდროალია. უილავატო. არა, მანდ არ არის ქვემოდან. არა, მიხდი. კი, просто ვერთობო. ეს ზედა გიტარაა, ეს ქვედა გიტარაა. ამას ორი გიტარა აქვს შიგულს. ნახე ამ ზურაბი. ხო, ეგ ზედა არის. ნუ ხო, კაი, ნუ ტრანსპორტირების დროს ეს დავაყენეთ ქვემოდან. ეს არის ამორტიზატორის სამაგრი. ქვემოთ, ანუ აი ესე აი ვოლტებზე ეჭირება. აქ გაიწები. და ზემოთ უკვე ამორტიზატორი დგება აქ, ანუ აქ გავარჩევთ ამორტიზატორს და ესე ადის აქამდე ალბათ. ნუ გაშენა სიმაღლე სრულად ვიძახი რა. შემდეგ მაგრდება უკვე ჩაშკაში. დაახლოებით ესეთი პოზიცია აქვს რა, იმიტომ რომ ჟიგული არის ორ გიტარიანი იდეაში. ანუ ეს არის ზედა გიტარა, ეს არის ქვედა გიტარა რა. ორ გიტარიანია მაგალითად რო ახსნათ მარკორი, ალტეზა, სუპრა არის ორ გიტარიანი მაგალითად. და ეხლა სხვათა შორის სუპრაზე ძალიან ბევრი დრიფტერი გადავიდა მსოფლიოში ძველ სუპრაზე, იმიტომ რომ მაგრად იმართება ერთ-ერთ ცისფერ გიტარებზე.
კამერამენია. Unboxing-ი გვაქვს და რეკავ unboxing-ის შუაში. გიტარები ჩამოვიდა და რაღაცეები. ბიჭო, კარბურატორი გამოვიდა. ზოი გავჩქენდი შუაზე. სანაპიროზე. და რა სჭირს? რა ჭირს მანქანა? კარბურატორს რა ჭირს ან როგორ გაზი ხდება რა, არ მიგის. აცოსი გამოუწიე? აცოსი გამოუწიე? კაი რა ადგილას ხარ? ბიჭო, მომისმინე, იქამდე სანამ კარბურატორამდე სანამ მივალთ. გარეთ თოვს მართლა? კი. კაი რა ადგილას ხარ, ლოკაცია ჩააგდე და გამოვალთ. აი, 10 წუთი გადავიდეთ ვიდეოს ვორჩებით და მოვალთ რა. ესეც შემეებშიც ვიჩიტებით, მაგრამ არა. ეგეც კონტენტია. ჩვენი კამერამენი გადარჩება, იმიტომ რომ კამერამენ never dies. ეს არის სოშკები, ხო? ხო, და ეს არის უდარგის დამაგრებელი. თავის გაიგები. აი ეს დამალოთ, ხო, არგით რა, აი მართლა. კაი, 400 ლარად გამოიწერე მოხდება მეტი რა. ხო, ბაზარი არა, მაგრამ ერთი რაღაცა მინდა ვთქვა რა, რომ ანუ ადამიანის პერფექციონიზმი იქამდე გრძელდება, სანამ არ იზარება რაღაცა ადამიანს, რა და ანუ თელი აი ეს კითხვი. შეგებეგდნენ და ესეც გამოაცხე. ის რა არის? რატო გადაწყვიტე, რომ არ შეგიღება და უბრალოდ აი ეს ბალვანკა დაგედო ჩვენთვის და ხალხო რა არის? ჟანგიანი გაიკები გამოგვიგზავნა ჯიგარო. ანუ ამას თუ ოდესმე ნახავს და თუ ოდესმე ჩააღწევს ჩვენი პროექტი იქ ძალიან გთხოვთ რომ აი ეს შეღებოთ რა ანუ აი ეს დაამთავრეთ და მართლა იდეალურია სასიამოვნოა გასახსნება პროსტა ანუ ეს ამოვიღეთ ბოლოს ბიჭო ერთი ფაქტორი სხვა რა ძალიან ცუდი ფინიში იყო ერთი ფაქტორი სხვა რა რომ გადაუჭერ საღებავი არადროს ანუ მაგით ხო ბიჭო ხო მაგრამ ანუ უბრალოდ ესთეტიკის ვარიანტია რომ რო ჩამოგივა ხო რა რომ ბედნიერი ხარ რომ ლამაზია ყველაფერი ხა მე ძალიან მახარებს რომ ანუ ესე არის ყველაფერი იმიტომ რომ მართლა დრო და ენერგია დახარჯული აქვს ხალხს რა მის გაკეთებაში და ბარემ ხო რა ბარემ დაამთავრე რა მაგრამ მიუხედავად მაგისა მართლა ძალიან ბედნიერები ვართ იმითიც რომ 400 ლარად შეგვიძლია შევიძინოთ აი ამ ხელა რაღაცა და მოუხვიოთ ბევრი რა მაგარი პროსტა ერთი ის გვიქნება რომ მე ჩავპრეს ერთი ო რამდენი წალი ბიჭო 3 4 8 რაღაცით რა და პლუს ეს რა ქვია შარავი ხო და შარავი აქ მეტი არაფერი აქვს ამას შეულებრივად ადაპტერის ფონში ვაყენებ. ეგ არის, ეხლა კამერამენს კამერამენს უნდა უშვებოთ რაღაცაირად. გიდროც გამოიტანეთ დადე და ერთი კარგი ფოტო გადავიღოთ, რომ მე წინასწარ დავდოთ თქვენთვის, რომ ინსტაგრამზე ხო, რომ რაღაცას მიხვდეთ, რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ და ასე შემდეგ რა. ეს ლუკა მაჩუკა. ეგეურეო ხერხათმანები რომ მეჭიდოს ნიკოლოზი ეხლა ამ ყველაფრის ფასები ხო არა მთლიან ჯამიც ამო აი ეს არის ჯამი აი ამ თანხაში просто რამდენი რაღაცის შეძენა შეგიძლია და იგივე სხვა პლატფორმა რო ავიღოთ რაც დრიფტისთვის გჭირდება ანუ უკანა წამყვანი მანქანა შეგიძლიათ შეადაროთ უბრალოდ თქვენ თვითონ ინტერესის სფერო თუ არის თქვენი უბრალოდ შედის თქვენ საყვარელ მოდელზე რა და შეადაროთ. EOS 16-ს შევადაროთ რა. EOS 16 რო აიღო რა, ვიღაცა გიტარას გადაჭრის, გადაადუხებს, ეს ავა და იყილის ამას და დააყენებს. ეს არის მზა, ეს არის გატესტილი და ეს არის მუშა. ესაა თავარი და გიტარა რა. ანუ ამის ყველანაირ გეომეტრია და ყველაფერი აბსოლუტურად გაზომილი არის, მანქანაზე ნაყენები არის უამრავზე. ფიდბექი არის ხალხის და ანუ რეალურია რომ ეს ყველაფერი მუშაობს. ყველაზე მთავარი რაც არის რომ მუშაობს რა და მე ხა წავალ მაგალითად და გარაჟში რაღაცას გადავადუღებ და სამხარეს სხვანაირად მოუხვევს და სამხარეს სხვანაირად მოუხვევს რა. კი, ყველაზე ბიუჯეტურია ვაფშე, მაგრამ პრაქტიკაში როგორ მუშაობს ეგად? არ დაგაუწყდეთ ის რომ დრიფტი არ არის მარტივი და ფინანსურად არ არის მარტივი, მაგრამ ნახე ისე ნუ გააკეთებთ არა რომ უბრალოდ ანუ ყველაზე ელემენტარულმა ეკონომიებმა შეგაზიზღოთ დრიფტი რა იმიტომ რომ ან მანქანა არ იმართება ან წვალობთ ან რაღაც ანუ მსგავსი წვალებების გარეშე უბრალოდ ცოტა უფრო მეტხანს დაელოდეთ თუ არ გაქვთ შესაძლებლობა და გამზადებული რაც ხალხს აქვს გაკეთებული
ის იყიდეთ. თუ გინდათ რომ სრულიად შეიგრძნოთ უბრალოდ რა არის დრიფტი და არ გაწვალდეთ რა. მე ძალიან ბევრი რაღაცა გამოვიარე მაგალითად მანქანებთან დაკავშირებით და ძალიან ბევრჯერ მიცდია, ანუ ბიუჯეტური, არაბიუჯეტური და მივხვდი იმას, რომ ანუ მე რომ მქონოდა იმის საშუალება, რომ გამეტესტა მაგალითად აი ესეთი რაღაცეები და არ მისვარკავა ეგრე გარაჟში რა. ბევრად უფრო ნაკლები ენერგიას დავხარჯავდი, უფრო მეტი мотиваცია მექნებოდა დრიფტისთვის, ვიდრე ეხლა მაქვს. დღესდღეობით მეზდან იყუშამა ძალიან კარგად ვიცით რა არის კარგი, რა არის ცუდი, რაში ღირს ფულის გადახდა და რაში არ ღირს ფულის გადახდა რა და მაგიდან გამომდინარე ჩვენ უბრალოდ გეხმარებით რომ ის რთული რაღაცები არ გაიაროთ, რაც ჩვენ გამოვიარეთ უკვე და რაზეც ვიწვალეთ და უბრალოდ შეირგოთ და ახალგაზრდობით იკაიფოთ რა. ავტომობილური თუ ხარ, ესეთი ელემენტარული ბედნიერება ასწორებს რა. გარეთ გონდა სიცივეში და სალოტების ტრიალს იყიდეთ და გაერთით რა. ძალიან გამიგზავნა საუბარი, წავიდე კამერამის დავიხმო, თორე ისიც გარეთ დგას და სოფელს არ ურახუნებს, მაგრამ იყინება. ხო, და ნახ. მოკლედ, ეხა ჩვენ კამერამის გადავარჩენთ, კამერამენის მანქანას თუ გადავარჩენთ. ნუ ყოველ შემთხვევაში, ანუ ჩვენ აზროვნებაში წერანგან ვიხილეთ ეგ, იმიტომ რომ ცოტა ხანი ანუ რაღაც პაუზა გქონდა, ტექნიკური შეფერხება იყო და განვიხილეთ ეგ, რომ პროსტა ანუ თუ ცდიდით, ანუ რა დონეზე ყოფნის ჯანი მაგალითად მანქანას და თუ მოგვიხერხდა ავალთ და ვნახავთ უბრალოდ ჯანი ყოფნის თუ არა. იმას არ გეტყვით ეხლა რომ რაღაცა ვივლით და რაღაცები არა, იმიტომ რომ ჩვენს უსაფრთხოება საკმაოდ მნიშვნელოვანია. მაგრამ იცოდეთ რომ რასაც უყურებ ვიდეოებში მე, აი ქარხნული ჟიგული ვერ უხურს ვაფშე. ო რა. ისედაც ანუ ყურებას თავიდან რომ უხურე. რაც ამე რომ გინდა რომ მოატრიალო რა. პრობლემა. თან გიდრავლიკას რომ მუშაობს, ეგ ეს თემა არის. აი, გავაგრძელეთ. წავედით კამერამეთთან გადავინახეთ. კი, რაში. მოვედით მანქანასთან. მალადეც. და კამერა უმენი გვიღებს ვიდეოს. ნო. არა ჩვენ ვიდი ავაპერე. და ყუდე ეს. გაშალი აბა სუფრა უნდა გავშალო. მოდის კიდე. კიდე გამოუშვი. კიდე. აი აღარო. გააყენე ეს შეჩე. აკუმულატორი არა? კაი, დაიჭირე. პრელემიჩკა სტუდიაში თუ შეიძლება. აუტო ვაზ. დაშვებულია აქ საბურავები თუ ხოცია. აბა დავადო და დავატრიალო. დაანათე. მიდი 5. შენ დაჯექი მანქანაში და როგეტყვით დაატრიალე. ესაა პლუს. აქ რომელია პლუს? დაიჭირე 2 წამ გავიდე. ის მინუსია. ესაა პლუს. ხო, გავიდე, ხედავ. დაკოქე. გაზი მიეც. დაიჭირე თითი. მიდი. არა, აზრი არა. პერემიშკა გვაქვს იმინა პერემიშკა. დაიცა 2 წამი. ეს გაცხელდა. ეს გაცხელდა ბიჭო. აუ ბიზდეც, არა. Подожди, Геннадий. მიდი აბა. მიდი. კაი. აკუმულატორი ხო გვაქვს? ხო, დაიჭირე. შენი მანქანის აკუმულატორი გვაქვს? ხო. გამიჭირე და ამოვიგე. ვერ გავიგე რა გიგი. მინუსი ხო იქით იქ. მინუსი იქეთ არის. სადაა კალემო? აგერა. ჯერ არ დაატრიალო. ადე. ეს მინუსი იყო, პლუსი იყო, ეს მინუსია. ენა. დაადეცით გარ. კლემა არ ადევს ეგ კარგად, მაგრამ მიდი. ოჰ! გაზი. გაზი. პასოსი გამოუწიე. ოჰ, გაუშვი. პასოს. არ ქნა, პასოსი გამოუწიე. ო, კაი.
გადმო 5000 აბაროძეს მუშა. გამო ბიჭო სიჩქარეში ხან გახან ვერ გამგდები რა. ვეგის ჭირს იგივე. ბიჭო, შუქები ჩართია რა ორი წა. ესეც მოღალე არა ეგეთი არა, ეგეთი იყო. მაინც ერთი წა ორნიკი არ მუშაობს. ბიჭო თუ ვორდი უშაო. გამოვაყენე, აბა ეს. გამოიწი ერთი წელი. Tiki. აქა ხო? ეგა. ეგა, всё, давай. და არ უჩნია. მოკლედ მოკლედ. ელა უკაგე ხო პავაროტია. მოკლედ. მივდივარ დავქოკეთ. და მივდივარ ცხვარი ჭამიაში რომ ნახოთ თვითონ მოხვევა რას აკეთებს. მე არაფერს არ აკეთებს, მაგრამ ლუკა ამბობს რომ რაღაცას მაინც იზავსო. თან როგორც ნახეთ, დორნიკი არ მუშაობს და ვერც ავა მუშაობს და ალბათ ხელით მოგვიწევს გაწვენა. ბიჭო, თოკი რომ მოვაბაც. ეგ მაგარი იდეა. ოპ. აქედან და იქიდან. ხო. რანაირად ხნა? ეგ თუ ძალიან გაგვიჭირდა. რამე თოკი არ გა? მაგრად ვცივა, წავედი. Друзья реальные, друзья простите. Кто любовь эту выдумал? Ты не знаешь о ней, пока ты мал. Ты не знаешь, зачем она так нужна. А вдруг завтра горе или война? Почему же так тяжело? ატარა ჩეპეში ატარა გავიჩიტეთ. ჩეპეა გაგვაჩერეს. სანამ გაგვაჩერებდნენ, მოკლედ მილი არის იმის პეჩის. ნახეული. ჰოც გაგვაჩერა პატრულმა და უნდა გადავემოწმებინეთ, გააჩერე ისმი შეჭე. უნდა გადავემოწმებინეთ სიბრალეზე და აპარატი გაფუჭდა და წადი ჩიო როგორ დადიხარ. აინტერესებდა რადიო ხიზლები ვიყავით ამით რომ მოვდიოდით. ხო და ეხლა ვეღარ გქავთ. რაიც აბა დავატრია. აბა ცადე რა. არა უშავს გავაკრევინებ თუ რამე. ბიჭო კლემა არის მინუსის კარგა. ნაბორი გადმოიტანი, აბა. რა ნაბორი არ მაქვს? აი ეს პატარა ნაბორი აქ დევს. რა ნაბორი? აი აქ დევს. ოსენის ნაბორი ვიდეთ რა 40 არა. მალადეც, მანქანა გიყიდა ნორმალური. რანაირად გავა? ბიჭო წინ დევს. სა წინ? არა უკანდე. არა. რამდენიანი გინდა მითხარი? აქ 10-იანი. მოვიდით ის ადგილას, სადაც 24 საათიანია ეს ადგილი. ვიყიდეთ დანა და ვიყიდეთ ხამუთები, რომ ეხა ფეჩ საიდანაც გაზდის, ის ადგილი რომ დავუვიქოთ, რომ ცირკულაცია აღარ მოახდინოს ფეჩის გავლით. და ეხა დავკეტავთ მაგ ადგილს, რომ წყალი არ დაღვაროს, იმიტომ რომ წყალს ღურის ეხა ფეჩიდან. ყვირი ვარ? აი. გამო რას? გამო ორი წამი. ხედავთ რომ მოძრაობთ ეხა საბადურებში მე პრიუსზე გადმოვჯექი, იმიტომ რომ ძალიან დამღალა შიგულმა და არ ჩანს თოვლი ჯერჯერობით ქვემოთ. იმედია ზემოთ იქნება, მაგრამ მანქანა არ ბრუნავს 3000 აბაროძე მეტს. რომ ამოდიოდით, მაშინ დაეწყო ეს პრობლემა, რომ 3000 ბრუნზე მეტს არ ტრიალებს და ვერ გავაგებინე ამ ადამიანს, რომ არ წავა მანქანა ფიზიკურად, ანუ რო გინდა რომ წავიდეს, არ წავა. იმიტომ რომ არ ტრიალებს. ხო და ეხა ავალთ და მაინც რავი ნახავთ იქნება თუ არა. ნუ თოვს, მაგრამ არ დებს რა. აი აჩვენე კადრები. უკან მოყვებიან ბიჭები. მოკლედ ყვილა ავედით. ცხვარი ჭამიაში გინდა რომ გვეჩვენებინა თქვენთვის ჯანზი არის როგორ დადის ქარხნული მოხვევით და რა შევა ზოგადად რა მანქანა როგორ მაგრამ იქცევა. თოვლი არ დაგვდა. ბიჭები შეხვდნენ გზაზე და მოტრიალეთ. კარგად ვიარეთ ისე, ძალიან ბევრი ვიარეთ, მაგრამ
თამაქანასაც რაღაცა პრობლემა აღმოაჩნდა რა. აი გზაში ვაკეთეთ. ხო რა, გუდავს და რაღაცა. აქვს სავარაუდოდ კარბურატორის პრობლემა აქვს ყველა ვარიანტში რა, და მაგიტო გუდავს. და ეგ მოგვარდება და აი იმას გადაუღეთ რა, გეხვეწები, მანქანა რო ყავს და კლემას რო ვერაძრობს, გეხვეწები გადაუღე რა. ჩეტილია რა, ჩემი. კბილით კი. ზრა რა აქ. ოდნავ გადავხსნით რა, რატო აწვალე? არა, უნდა იწვალოს. ისეთი ყლებები აყიჩა გზაში. აჰა. და ეხა აიღე და ჩადე. ძალიან მძიმე შემთხვევაში, მაგრამ კამერა უნდა დააჭერინო მარტო, მეტი არაფერი. კამერამენს კამერა უნდა ეჭიროს. კიდე ერთი რაღაცას უნდა ეჭიროს. მაგრამ არ ვიტყვით ეხა ჯერათ ვიდეოში. ვერ მიხვდნენ თუ რა. იმედია რომ ყველა მიხვდა, მაგის იმედი მაქვს რომ ყველა მიხვდით იმენა რა უნდა ეჭიროს კამერამენს. კამერის გარდა. ვინაიდან და რადგანაც ესეთი უბური არის. ის მაგივრად პირიქით დააერთებს მინუს დაპრემს არ არის. ეხლა დედას რაც უნდა ისქნას, აი პროსტა რა რეიბს აკეთებს არ ვიცი. ეტა მექანიკა. აი რა შეიძლება ეხლა მანქანას რა გვაქვს გეგმაში ზოგადად ამ ეს ვიდეო ამით ალბათ არ დასრულდება, ხო? რას ფიქრობ, დავასრულოთ? რა ვიფიქრობ, რომ უნდა დავასრულოთ. ჯერჯერობით უნდა ჯერჯერობით დავასრულოთ. თორე ისედაც ფილმი გამოგვივიდა და. წინა სერია ფილმი გამოვიდა. ხო და. დღევანდელი ვიდეო დასრულდა, მეგობრებო. არხის გამოწერას შეგახსენებთ. დალაიქება, ზარი ჩართეთ. ზარი ყველაზე მნიშვნელოვანია და мотиваცია არის ჩვენთვის, რომ ხალხმა ეგრევე უყუროს და თუ დალაიქებთ, გაგვიხარდება. ჩვენი კამერამენი ისეთი ვარიანტია, რომ შეიძლება მოკვდეს, ანუ კამერამენი ხო არ კვდება, მაგრამ ისეთი ჭკვიანი კამერამენი ყავს, რომ ეს შეიძლება მოკვდეს. აუი გამოგვიწერეთ რა და თუ მოკვდება, მაგასაც გადავიღებთ, კაროჩე. გასვენ. მანქანის გამოყვანა გამოგვივიდა, ასე თუ ისე პრობლემებიც გავარკვიეთ, რა სჭირს მანქანას. და შემდეგ ეტაპზე იხივალთ შემდეგ ეპიზოდში ვიწოდი. დასბოროებს. ხო, დასბოროებს. რა, ნუ ეს შეიძლება ამ ეპიზოდშიც გადავიღოთ? შეიძლება ამ ეპიზოდში შეიძლება შემდეგ ეპიზოდში. ჯერ მასალა გვაქვს. აი ესე ივენა. რა ვნახოთ რა. შევესწრებით არა დავდე. დამთავრდება ეს ვიდეო. ო, მოურჩეთ რა. წყალში ჩაგდეთ, ეხა შემოვიღე. ეს იყოს დასასრული. ესაა დასასრული.